გახარიას გუნდი პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა. სიჭინავას თქმით, ოცნებას აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობისა და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს. სიჭინავა ეჭვობს, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაში საქმე თაროზე შემოიდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ მოვა დრო, როდესაც ყველა მოძალადეს მოუწევს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. 26 იუნის საქართველოს პარლამენტში ადგილი ჰქონდა ოცნების დეპუტატების მიერ წინასწარ ორგანიზებულ ჯგუფურ დანაშაულს, რაც კონსტიტუციურ ორგანოში პრემიერ-მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და გენერალური პროკურორის თანდასწრებით განხორციელდა. მიუხედავად ამისა, უკვე 3 დღეა გასული, რაც სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულებრივად სდუმან. გვინდა მათ შევახსენოთ. ოცნების დეპუტატების მხრიდან საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაული, კერძოდ წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური თავდასხმა დეპუტატებზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ისჯება 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ვერანაირი ფარისევლური ბოდიში ამას ვერ უშველის, რაც მხოლოდ საზოგადოების რეაქციის გამო მოიხადეს და არა იმიტომ, რომ ნანობენ ჩადენილ დანაშაულს. როდესაც ახალგაზრდები ციხეში წლობით ხედან მტკიცებულებების გარეშე, გამოგონილი ბრალდებებით, ზია ამაღლობელს მხოლოდ სილის გაწვნისთვის 2 წელი მიესაჯა. 4 შვილის დედა ბანერზე მარკერით გაკეთებული წარწერისთვის იხდის სასჯელს. ამ პირობებში ეს ჩვენთვის არა მხოლოდ პოლიტიკური და სამართლებრივი, არამედ მორალური ვალდებულებაცაა, რომ ვიბრძოლოთ ბოლომდე ოცნების ძალადობის თითოეული მსხვერპლისთვის, რადგან არავინ იცის ეს მოძალადეები მომავალში რა დანაშაულს დააორგანიზებენ, წააქეზებენ ან ჩაიდენენ. დღეს ოცნებას კრიტიკა აკრძალული აქვს და ნებისმიერი განსხვავებულ აზრს სანქციას უწესებს ქუჩაში, სოციალურ ქსელებში. ახლა უკვე პარლამენტში ძალადობით ცდილობს იგივეს. ოცნებამ შექმნა რეალობა, სადაც მოქალაქეთა უმრავლესობას საკუთარი აზრის გამოხატვა ციხეში მოხვედრის ან ფიზიკური თავდასხმის ფასად უჯდება, სადაც ქალს საკუთარი ღირსების დაცვისთვის წლობით პატიმრობაში უშვებენ. ოცნებასთან დაახლოებულ პირებს კი ნებისმიერ მძიმე უკანონობაზე დაუჯელობის გარანტია აქვთ და რაც არ უნდა ჩაიდინონ ოცნებისგან მიღებული პრივილეგიების გამო ყველაფერი ეპატიებათ. ეს სიტუაცია ქვეყანაში უაღრესად საშიშ გარემოს ქმნის. ძალადობა ბავშვების, ქალების, ახალგაზრდების, მოქალაქეების წინააღმდეგ, ძალადობა ქუჩებში, დაკავების მანქანებში, პოლიციის განყოფილებებში, ყველგან იქ, სადაც ვიდეოკამერები არ არსებობს და ახლა უკვე პარლამენტში საჯაროდ კამერების წინ უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან პირდაპირ აჩვენებს ოცნების მიერ ორგანიზებული ძალადობის სისტემურობას. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მასმედიაში გამოქვეყნებული დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გამოძიების დაწყების პირდაპირი საფუძველია, თუმცა ამ დრომდე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას არ აქვს. კიდევ ერთხელ მოვითხოვთ სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას მომხდარ დანაშაულზე და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. ფაქტი ერთია, რომ ფასებთან, ნარკომანიასთან, კორუფციასთან, ოკუპაციასთან და საერთაშორისო პოლიტიკაში დამარცხებულ ოცნებას აღარ დარჩა არანაირი ინტელექტუალური რესურსი, არგუმენტები და კომპეტენცია, რომ სიმართლეს ძალადობისა და მოქალაქეების ციხეში გამოკეტვის გარეშე დაუპირისპირდეს. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა ყველა იმ უსამართლოდ ჩაგრული ადამიანის სახელით, რომელიც დღეს განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია, ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ყველამ ვიცით, რომ გამოძიების დაწყების შემთხვევაშიც კი ეს საქმე თაროზე შემოიდება, მაგრამ მოვა დრო, რომ ყველა მოძალადეს გარდაულად მოუწევს სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემა. პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას აფასებენ მოქალაქეები ქუთაისში. პირისპირობა იყო პარლამენტში და რა იყო ის რას უყურა შემოთვალებად გავარჯო ფიქრობთ ვერ უშველე? ვერ უშველე, ვერ. მე განვიცადე მაინც. დაფერ უთხრამდნენ ერთმანეთს და როგორ ფიქრობთ ეს როგორ აისახება ჩვენს იმიჯზე? ეგია რა თოფით არაა, ომი თუ არა, ომზე უარესია ჩვენ საქართველოს. ომზე უარეს. ყველას ხუბი, აი პარლამენტში კიდო იმგეს მაინც კი აყვენ, აი ხალხას. ჩვენ ვიკითხოთ თუ არა. მე ახლა 5 მეციზავს ვარ ხანდახ. ეს არის საზღვრობა.
ეს არის არც კაცობაში, არაფერში არ წერია. მით უმეტეს ქალები არიან. იქა და რა ვიცი როგორ ეს კატასტროფა. ერისთვის არის კატასტროფა. თუ ერი ვარსებობ ჩვენ და რაღაცით ვამაყობთ ვართ ქრისტიანები და ქართველები ყველაზე მაგრები ყოფილვან სოფლიოში, ეს არის არაგაცური ქცევა. მაგრამ როგორ გითხრათ ახლა საშინელება სასაცილოა სატერიალო მარება საშინელება საზღვრობა კატასტროფის პისავად ქართველები მისული რა გვეშველება არ ვიცი ეს თუ ქრისტიანობა ჯერ ადამიანი უნდა იყო მე შეკითხვა მომწეს ქრისტიანი ხარ რა შაშია ქრისტიანი და მუსულმანი რა ყორანში წერია მოკალი და ცემეო კატასტროფა ასეთი ეს თუ ქრისტიანობა ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ჯერ ადამიანი უნდა იყო და მე მოდის დანარჩენი ყველაფერი. როჩხუბობენ პარლამენტში ერთმანეთს, ვიტავენ რამდენის გულს ახარებენ. ჩემი თვალით ამაქვს ნახული. როგორც ვიტავდი ეროვნული მოძრაობიდან მე სამოქალაქო ომი რამდენს ვახარებთ. რატო ვარ ქართველები ასე უტუნოებენ? რა აშუაშია ქრისტიანობა? ეს არის ქრისტიანობა? ქრისტიან იმაში ასე წერია ბიბლიაში ერთმანეთს შემეთა განადგურეთო. ქრისტიანობაში ხო წერია რომ ქედმაღლობა დიდი ცოდვა არის. სიკეთე უნდა აკეთე გაჭირებულს დაეხმარო. ლუკმასო კამ უნდა იფიქროს სხვა სხვაშია. რომელშია თვითონ მილიონი საკეთები შეიფებში ურბებოდათ ფული ღარიბიანებს და ოხანიანებს და ხალხი ეგ დადღეშია. ზიან და მწვანეში კაპიკეთს იმაზე. საზიზღარი. მეტი რა უნდა იყოს მაგაზე ისახება ეს საშინელება რა შეიძლება რომ უყურო დედა რა თვითონ ვერ არჩევენ თვითონ ვერ გაურჩევიათ ხალხს როგორ უნდა მიხედონ არ ვერ პოლიტიკაში ეს მაგალითად ძალიან უარყოფითი გავლენა აქვს ოპოზიცია რა თქმა უნდა იყოს მაგრამ ამდენი ოპოზიცია მტერს ეყოლა ეგენერია ქვეყნის გამყიდველები შადიმანები და შადიმანი როგორ აისახება ახლა ჩემზე კარგად აი ესე ისახება მაგენი ჩემზე შეიძლება რჩევას ძალიან ცუდი პარლამენტში არის გახსნილი პრესტიჟული საბავშვო ბაღი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას აფასებენ პოლიტიკოსები. მგონი გასაგებია რაც უნდა იყოს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გასაგებია რომ არაფერი არ იქნება. ეს არის ქართული პარლამენტარიზმი დღეს სამწუხაროდ და თავარი და მორიგი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარი პოლიტიკა საქართველოს პარლამენტში არ კეთდება. ეს არის სამხეცე ჩვეულებრივად, სადაც დეკორაციად ყოფნას არავის არ ურჩევ და სამწუხაროდ ბევრი ამას ვერ ხვდება. მე არ მახსოვს პრეცედენტი, რომ საქართველოს პარლამენტში ჯგუფი რამე სამართლებრივი გაგრძელება ამას მოყოლოდა და თუ ვინმე საყუძრავენ საქმეს ისევ გახარიას პარტიას სერიოზულად მეკითხებით რომ ქოჩები თავის დეპუტატებს საქმეს აყუძრავენ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ თუ რამე მოხდება მაქსიმუმ პირიქით იქნება ოცნება უმოწყალოდ სცემს ქართულ ხალხს და რა გასაკვირია რომ ამას აკეთებდეს პარლამენტში სამართლებრივი ჩარჩოდან დიდი ხანია გასულია ეს პოლიტიკური რეჟიმი და სამართლიანობასთან მის კანონმდებლობას აღარანაირი შეხებაც კი არ აქვს. შესაბამისად, მე არც იმის მჯერა რომ შეიძლება ვინმე რამე გამოიზიოს და არც იმისა რომ ოცნება ასეთ უმსგავსობას ხვალდაზე თავს გაანებებს. ზიასთან მიმართებაში მას თუ შეურაცხყოფას მიაყენებს და პოლიციას სილას გააწნის, ამას მიმართებაში არანაირი პრობლემა დაისაჯოს ის. იმათ სილა გააწნეს კი არა ადამიანის ისე ურტყეს, რა ჩაოლებრივ გეგონებოდა რომ თეთრი სახლის იმეთიდან იყო გამოსული და რა პარლამენტიდან. არაფერად ეს მიუთითებს ყველაფერი იმაზე, რაც პროპაგანდა აქვს იმ თხულზე, რაც არსებობს, ხო? ტალახაძე ამბობს რომ ძლიერები არ ძალადობენ და ტალახაძე ძლიერი კაცი მე არ ვიცი, სამპოროჭკუძე ძლიერი კაცია და აქ იძალად. ჯამში ხალხს საზოგადოებას ამას დიდის არ გამოიწერთ, რომ თვითონ შეჩოული ვართ, რომ ქართული პარლამენტის სტანდარტი ეს არის. განსხვავება ხო აი 20-24-ის პარლამენტი შედგა, იმიტომ რომ იჩხუბეს საქმის კეთებით, პარლამენტი არ დგება ხოლმე და ესეთი რაღაცებით გვახსენდება ქვეყანაში რა სტანდარტი გვაქვს. რაც შემოვიდნენ პარლამენტში ლექსიკით, ქცევით, ქმედებით, გამომწვევი მოქმედებებით
ვერ წარმოიდგენ და ვერ წარმოიდგენ საზოგადოება, როგორ არაადეკვატურ ფორმატში იმყოფებიან პარლამენტარიზმთან საერთოდ დამოკიდებულებაში. და როგორ ახლა თქვენ კარგად ნახეთ, ეს გადაღებულიც არის, პირდაპირ შეურაცხყოფა როგორ მიაყენა ერთ-ერთმა მათთაგანმა ჩვენ კოლეგას და ბუნებრივია ახლა ხელის მოქნევაზე, დედის გინებაზე, ახლა ქართველს აქვს თავისი რეაქცია და არც პარლამენტი არ არის კიდე გამონაკლისი ამ შემთხვევაში. ეს არის ძალიან სამწუხარო, თუმცა აბსოლუტურად ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და ადამიანის მოთმინებასაც, მით უმეტეს ქართველი კაცის მოთმინებას, როდესაც პირდაპირ დავალება ჰქონდათ მიღებული გახარიას თანამშრომლებს, ანაპარტიელებს გახარიასგან, რომ ბინძური შეურაცხყოფებით უნდა წარმართულიყო მთლიანად ეს პროცესი და მოხდა ძალიან ბევრი შეურაცხყოფის, ძალიან ბევრი პირადი შეურაცხყოფის მოთმინება, უბრალოდ არის რაღაცა საზღვარი, რის მერეც მით უმეტეს ქართველი კაცი რაღაცას ვერ მოითმეს და სამწუხაროდ ეს ყველაფერი გადაიზარდა მათ მიერ დაგეგმილ სწორედ ამ ინციდენტში. დაიწყო ფარულავამ გამოიყენა პირველად ძალა და ხელაძეს, დეპუტატ ხელაძეს მოუქნია ხელი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შემდგომში რა თქმა უნდა ნაწილი რაღაცა პროცესში მონაწილეობდა, მეორე ნაწილი გაჩვენებაში მონაწილეობდა, მაგრამ ფაქტი ერთია. ამ პროვოკაციის დამწყები იყო დეპუტატი ფარულავა, რომელმაც ხელი გაარტყა დეპუტატ ხელაძეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება აყოფილა. ეს არის ფაქტი. როდესაც უკვე ბოდიში ამის პირდაპირ თქმისთვის დედის გინებაზე გადავა საქმე და ჭუბი ამწყდარია, იქ ახლა რაღაცის გაკონტროლება არის ძალიან რთული და ქართველები ვართ ახლა მართლაც ის ხო არ არის. მართლაც ხო არ გადავჯიშდით არა. ამას თუ მიმართავენ შესაბამის ორგანოებს, ისინი დაიწყებენ ამის შესწავლას, მაგრამ პირველი ხელი ვინ გაიქნია, ის არ დაავიწყდეთ და თუ იმის კაცის გაწირვას აპირებენ, მერტმა ხელი მოუმართოთ. სობისათვის პარლამენტში ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ქართული ოცნებისა და გიორგი გახარიას გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ. საქართველოს მექანიკოსთა კავშირის მე-17 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონფერენცია ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 135 წლის თავს მიეძღვნა. ეს კონფერენცია არის ნამდვილად ძალიან მართლად წარმომჩენი ჩვენი უნივერსიტეტის პოტენციალისა, იმ პოტენციალის, რომელიც დაგრძნებულია საქართველოში, საინჟინრო სკოლის ერთ-ერთი მთავარი ღერძის, რაც ტექნიკური უნივერსიტეტი იყო ქუთაისის, რომელიც ნიკო მუსხელიშვილის სახელობის არის და ეგ ზუსტად ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 135 წელს ეძღვნება. მონაწილეები საკმაოდ არიან წარმოდგენილი, სამწუხაროდ ბევრი ონლაინ ჩართვლითაც არის, იმდროინდელი მსოფლიო მდგომარეობის გამო მიხარია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი მასპინძელია ამ საერთაშორისო კონფერენციის, რომელიც საქართველოს მეცნიერების ერთ-ერთი ღერძია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სასიხარულოა, რომ წელს შეინიშნება ახალგაზრდების მეტი მონაწილეობა, მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. ეს საჭირო არის ასევე რომ არა მარტო მეცნიერების, ასევე ტექნოლოგიების განვითარებისათვის. აქ ძალიან საინტერესო მოხსენებები იქნება და წაკითხული აი წყალბადის საწვავთან გამოყენებასთან დაკავშირებით და ყველა იმ მოწინავე ტექნოლოგიასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა აქტუალური არის, მათ შორის საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის. კონფერენციის ფარგლებში განიხილეს მყარ დეფორმირებად სხეულთა მექანიკის, ჰიდროაერომექანიკის, მყარი და თხევადი გარემოების ურთიერთქმედების, გამოყენებითი მექანიკისა და ანალიზის მონათესავე საკითხები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოსა და უცხოეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 52 სამეცნიერო მოხსენება, რომლებიც 4 სექციაში გადანაწილდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ქუთაისთან მე დავიწყე სამეცნიერო ურთიერთობა 63 წლიდან და ესე იგი საბედნიეროდ ეს დღემდე ინტენსიურად მიმდინარეობს და ესე იგი საინტერესო მეცნიერები და კოლეგები, ჩემი კოლეგები ყავს ქუთაის და აი ფოც და იმას ვისაც ქუთაისი თქვათ ასე თუ ისე უწევს თანადგომას და დახმარებას. ძალიან თვალსაჩინო
მეცნიერები გაიზარდნენ ქუთაისში. ეს მნიშვნელოვანი ეს რაც მოვისმინე ეს იმ ბატონი შალვას გამოსვლა არის ისტორიული, იმიტომ რომ მან ამოწია 20-იანი წლების ესე დაიწყებული ფურცლები საქართველოს ცხოვრებიდან, სადაც ესე იგი ეს 21 წელი ახალი გასულია და ესე იგი კვალი ამისი 21 წლის კვალი ეთყობა საქართველოს, მაგრამ ესე იგი აი მოსხელიშვილი, რაზმაძე, ჯავახიშვილი არიან ღირსებით სავსე ქართველები. საკმაოდ მნიშვნელოვანი კონფერენცია არის, საკმაოდ წარმომადგენლობითია, არიან უცხოელები ჩამოსული და საქართველოში მექანიკის სკოლა ყოველთვის ძლიერი იყო და კარგია რომ ეს ტრადიცია გრძელდება. ხალხაზებისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეეხებოდა აი თანამედროვე აი მეცნიერების და ტექნიკის განვითარების სხვადასხვა საკითხები. ჩემი მოხსენება შეეხებოდა წყალბადის ენერგეტიკის განვითარებას. ეს არის მომავლის ენერგეტიკა, ამ საუკუნის ენერგეტიკა, იმიტომ რომ არის ფაქტიურად პრობლემა დღეს დეკარბონიზაცია ჩვენი სამყაროსი, აი ჩვენი პლანეტის. წყალბადი არის კიდევ ისეთი საწვავი, რომელიც არ წარმოშობს მავნე კომპონენტებს წვის შედეგად. არის ერთი მარტო, ეს არის აზოტი ჟანგეულები შეიძლება წარმოიშოს, მაგრამ იმასთან ბრძოლის საშუალებები არსებობს. ამიტომ წყალბადს აქვს დიდი პერსპექტივა და ამოუწურავი მარაგი დედამიწის ზურგს. კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ქუთაისში 26-27 ივნისს გაიმართა, პლენარული სხდომაც მოეწყო. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს ნიკო მუსხელიშვილის ხსოვნას. იმერეთში ცეცხლსროლი იარაღის საბრძოლო მასალისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და სხვადასხვა მოდელის ცეცხლსროლი იარაღისათვის განკუთვნილი 1200 ვაზნა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 260 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 700 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს, რომელთა საერთო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე 37 მილიონ ლარს აღემატება. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ თანამედროვე სტანდარტების მაღალ ტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პოვოპო, კლეფედრონი, MDMA, ბუპრენორფინი, ტრამადოლინი, დიაზეპამი, კოდეინი, მეტადონი და კანაფი, ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკების განადგურების პროცესში, რომელიც გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა მუდმივ მოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად გენერალური პროკურატურისა და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვისა და ასევე რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი, გეოლოგი, მინერალ გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა. ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13200 ექსპერიმენტის ავტორია. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალებში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმის შესწავლაში. მისი სამეცნიერო კვლევები აღიარებულია როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ელენე აბაშიძის სადოქტორო ნაშრომის შეფასდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ, ხოლო თავად ავტორი დაჯილდოებულია მეცნიერ ქალთა ნამუშევრებს შორის მინიჭებული წლის ქალის საპატიო წოდებითა და შესაბამისი სიგელით.